გვერდით, ძალიან მიხარია, რომ YouTube channel-ზეც გარკვეული ჯგუფი შევიდა და იქიდან ვაკეთებთ. მოსულები ვართ. და შეგვიძლია მოკლედ დაწყება პროცესის. დღეს გვექნება თემა ენთუზიაზმი და თვითკონტროლი. ეს არის ძალიან საინტერესო თემა ზოგადად წარმატების კანონთან მიმართებაში. ეს არის უკვე შემდეგი ნაბიჯი გადადგმული, რაც შეეხება წარმატების კანონში ჩვენ მოგვეცა 15 წესი და ამ 15 წესიდან ჩვენ უკვე ფაქტიურად გავიარეთ 4 ძირითადი წესი და ეხლა ჩვენ დღეს გავივლით მე-5-ეს და მე-6-ეს და ვფიქრობ, რომ დღევანდელი შეხვედრაც მე ვფიქრობ, უნდა საინტერესოდ წარიმართოს. შესაბამისად, დავიწყებ პირდაპირ პირველი თემით და ეს გახლავთ ენთუზიაზმი. ზოგადად, ენთუზიაზმი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეიძლება იყოს შეძენილიც და შესაძლებელია რეალურად ამ ყველაფრის გამომუშავება, გააქტიურება. შესაბამისად, ძალიან ბევრი შეიძლება ვიმუშაოთ და შეიძლება ის იმდენად თანდაყოლილი იყოს, რომ ავტომატურად გამოგვდიოდეს ჩვენ ამ ენთუზიაზმის ჩვენი თავისთვის ამუშავება და შემდეგ უკვე სხვებისთვის გადაცემა. ეს არის სასიცოცხლო მამოძრავებელი ძალა, რომელიც მოქმედებებისკენ აქეზებს ადამიანს. კაცობრიობის უდიდესი ლიდერები ისინი არიან, ვისაც მიმდევრებისთვის თავიანთი ენთუზიაზმის გადაცემა შეუძლიათ. ენთუზიაზმის სავაჭრო საქმის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ეს ნებისმიერ საორატორო გამოსვლის ყველაზე მთავარი ფაქტორია. ყველაზე კარგი ქადაგება არ იქნება შესმენილი, თუ ის მქადაგებლის ენთუზიაზმს არ ეყრდნობა. შესაბამისად, ალბათ დამეთანხმებით, რომ გაყიდვები, მარკეტინგი, სადაც სპიჩინგი არის აუცილებელი, რომ იყოს მაღალ დონეზე, ანუ ორატორული ნიჭი არის ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამუშავებს მოკლედ ამ მექანიზმს, იმ შემთხვევაში ენთუზიაზმი არის ზუსტად ის ფაქტორი, რომელიც ამას გაამუშავებს, იქ და გამომდინარე, რომ თუ ადამიანს აქვს ენთუზიაზმი, მას უკვე დანარჩენი ტექნიკური ნაწილის შესწავლა ძალიან ადვილად შეუძლია. რა ილაპარაკოს, როგორ ილაპარაკოს, რამდენი ხანს ილაპარაკოს, ამას ნებისმიერ ადამიანს ვასწავლით, მაგრამ ეს შინაგანი ენთუზიაზმი, ეს არის ის ენერგია, რომელიც აი ამ მთლიანად პროცესს მართავს აქტიურად და რეალურად ეს შეიძლება შევიძნოთ კიდევაც, იმიტომ რომ თუ აქტიურად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით, თავისუფლად შეგვიძლია რომ ვმართოთ პროცესი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ უყურებთ ამას თქვენ თვითონაც და როგორ ამუშავებთ. კი ბატონო. შესაბამისად, მამოძრავებელი ენერგია ეს არის ფაქტიურად ის ძალა, ის ფაქტორი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის აი როგორც მე თავიდან ვთქვი მაგალითად მიზანზე, რომ ეს არის ფაქტიურად მატორი, ხო? მთლიანად წარმატების, მაგრამ ამას გარდა ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი რომ გახდეს აქტიური და შედგეს და ანუ მივიდეთ ჩვენს მიზნამდე, ამისთვის აუცილებელი არის გარკვეული საწვავი. საწვავი ეს არის ზუსტად ის ენთუზიაზმი, ანუ ის ენერგია, რომელიც გამოძრავთ. თუ ენთუზიაზმი არ აქვს, ენერგია არ აქვს იმისათვის, რომ იმოძრაოს თავის მიზნისკენ ადამიანმა, შეუძლებელია, რომ მან თავის მიზანს მიაღწიოს, ხო? მეთანხმებით ალბათ ამაში. და ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თვითონ შევაფასოთ ხოლმე ჩვენი ენთუზიაზმის დონე, ჩვენი ენთუზიაზმის ხარისხი. აქეთკენ წამოვიდა უფრო მეტი შემოსვლები. რა ხდება ჩვენთან ეკით? კი ბატონო, გასაგები. ანუ შეხედეთ შემდეგი პუნქტი არის ენთუზიაზმი არის სასიცოცხლო ძალა, რომლითაც თქვენ თქვენს სხეულს მუხტავთ და თქვენს თავში დინამიურ პიროვნებას ავითარებთ.
ზოგი ბუნების მიერ არის დაჯილდოებული ენთუზიაზმით, ხოლო სხვებმა ეს უნდა შეიძინონ. და ეს აბსოლუტურად თავისუფლად შეიძლება, რომ ნებისმიერმა ჩვენთაგანმა შევიძინოთ, იმიტომ რომ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავზე მუშაობენ და ნელ-ნელა გამოიმუშავებენ იმ თვისებებს და უნარებს, რომლებიც მათ სჭირდებათ. ხო ასეა. იმიტომ რომ შეუძლებელია, რომ ყოველთვის ყველა დაიბადოს ერთნაირი, მაგრამ თუ არის ადამიანი მშრომელი, მიზანდასახული და მან იცის რა თვისებები და რა უნარები უნდა ამუშაოს, რომ ამოქმედდეს, მას რეალურად შესწევს ძალა, რომ ნებისმიერი უნარი ნელ-ნელა გამოიმუშაოს. მთავარია აქაც მონდომება და აქაც ეს ენთუზიაზმის ნაწილი ძალიან დიდ როლს თამაშობს. გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე. დღეს ძალიან ისეთი სპეციფიური საკითხები მან თქვენთვის მომზადებული. როგორ განვავითაროთ ენთუზიაზმი? ანუ ერთია, როდესაც მე უკვე მაქვს ეს ენთუზიაზმი და ეს უშრეტი ენერგია და შემიძლია სხვებს სწრაფად გადავდო და სულ ასე ვთქვათ, ენერგიაში ვარ დილიდან, მაგრამ მეორეა ადამიანი, რომელიც არ არის ესეთი, მაგრამ მას აქვს სურვილი, რომ ეს, ასე ვთქვათ, უნარი აამუშაოს თავის თავში. და უყურეთ, ისიც კი საინტერესოდ ესე ჩავწერე რა, ხედვითი წამოვიდეს, მისიათ აღიქვას და მერე უკვე მიზანში აიღოს. აქტიურად ჩაერთეთ ჩვენს კურსში. მე ვხედავ, რომ დღესაც ის ადამიანები გვესწრებიან, ვინც პირველი დღიდან მოუყვებიან და ძალიან მიხარია, ვხედავ, ვინც წინაზე დაგვესწრო, დღესაც გვესწრება და შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შენ მგზაობა გამოაცხადე, რომ რაღაცა ახალი შეისწავლო. და შესაბამისად, მუშაობ შენს თავზე. და გაიარე აბსოლუტურად ყველა გაკვეთილი, მიიღე ენთუზიაზმის განმავითარებელი, დამატებითი უნარების განვითარების ინსტრუქციები და დღეს გვექნება ეს ინსტრუქციები. თუ ჯერ არ ჩამოგიწერიათ განსაზღვრული მიზანი, რომელიც პირველ გაკვეთილში დავალებად გქონდათ, ეს აუცილებლად გააკეთეთ, დაჯექით დღესვე, დღის ბოლოს, როდესაც მოურჩებით ტრენინგს და ჩამოწერეთ აუცილებლად მიზნები და მიზნებისთვის Facebook ჯგუფში ვინც ხართ, იქ უკვე პრეზენტაცია გამოგზავნილი მაქვს, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. და დროის ჩარჩო აუცილებლად ჩაუწერეთ თქვენს მიზანს და გააკეთეთ ვიზუალიზაციის დაფა. ანუ ეს ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც ძალიან სერიოზულად აგვიმუშავებს ენთუზიაზმის, ასე ვთქვათ, უნარის გამომუშავებას, ძალიან სერიოზულად აამოქმედებს. ყოველ საღამოს ძილის წინ წაიკითხეთ თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზანი, გააკეთეთ მისი ფორმულირება და წარმოსახვით შეძელით დანახვა, თუ როგორ ფლობთ იმას, რაც გინდათ. რომ მოხდეს, ან გქონდეთ, ან გააკეთოთ, იმიტომ რომ გააჩნია ვის რა მიზანი გვაქვს, ხო, ვიღაცას რაღაც მატერიალურის მიღება უნდა, ვიღაცას რაღაცის გაკეთება უნდა, რაღაცა საინტერესო ნაბიჯების გადადგმა უნდა, რაღაცა უნდა რომ შედგეს პროფესიაში, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და ყოველ საღამოს უბრალოდ კიდევ და კიდევ ერთხელ, აი თვალდახუჭულიც კი წარმოთქვით ხოლმე. შეგრძნების დონეზე, როდესაც იგრძნობთ ყველაფერს რეალურად, აი ესე თვალები რო გაქვთ დახუჭული და წარმოგგენია რეალურად, რომ მიიღე ის, რაც ყველაზე მეტად გინდა, ეს მექანიზმი იმდენად საინტერესოდ მუშაობს, რომ ტვინს ენთუზიაზმი ემატება და გადასცემს მთლიანად სხეულს და ენერგეტიკულად აძლიერებს და დილით სხვანაირები ვდგებით. აუცილებლად ამ დროს იგრძნობთ, როგორ იწევს თქვენი ენთუზიაზმის დონე. პირდაპირ დაკავშირებულია ამ დროს თქვენი ენთუზიაზმის დონე რეალურად წარმოსახვის უნართან. და ბოლოს ენთუზიაზმი, ეს არის ტვინის მთავარი ზამბარა, რომელიც აიძულებს ცოდნას გადავიდეს მოქმედებაში. ანუ შეიძლება ჩვენ ძალიან ბევრი რამე ვიცით, ძალიან ბევრი რამ გვინდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ არ ყოფნის აი ეს ენერგია, ენთუზიაზმი, შემართება, რაც გინდა დაარქვით და არ მოქმედებთ. არადა ყველამ აი ესე თეორიულად ეხა რომ დავჯდეთ და ვილაპარაკოთ, ყველამ ვიცით რეალურად რა გვაქვს გასაკეთებელი. მოდი შევთანხმდეთ. ანუ ტექნიკური ნაწილი ყველამ ვიცით, რომ აი ზუსტად ვიცი, რომ მე ამას
ეს მჭირდება რომ ვაკეთო ახლა ყოველ დღე და ყველაზე რთული არის ხოლმე ყოველ დღე აკეთო რაღაცა განმეორებადი მოქმედებები, რომელიც ძალიან მაგრა გეზარება, მაგრამ ზუსტად იცი, რომ თუ ამ ერთი და იგივე მოქმედებებს ყოველ დღე ერთიანად აკეთებ, მოკლედ აუცილებლად მიიღებ შედეგს. მაგრამ ერთადერთი რაც შენ გაიძულებს, რომ ეს ყოველდღიური მოქმედებები აკეთო, რომ რუსები რო იტყვიან ტუპა ნადა делать, ამას აკეთებ, უბრალოდ იცი რომ უნდა აკეთო, ამას გაგაკეთებინებს მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმი, ანუ გეზარება, არ გიდა, მაგრამ აი ეს ენთუზიაზმი ყურით აგათრევს ლოგინიდან, გაგიყვანს ოთახიდან, გეტყვის დავაი ეხლა მიდი პირი დაიბანე, მოწესრიდი, გალამაზდი, ფერზე მოდი და მოდი ადექი და წადი შენი საქმე გააკეთე. ერთადერთი ენთუზიაზმს შეუძლია ამის გაკეთება. სხვანაირად ენთუზიაზმის ნაკლებობა ეს არის ჩვენი სიზარმაცის გაბატონება ჩვენს, ასე ვთქვათ, ცხოვრებაზე, ჩვენს წარმატების გზაზე და ჩვენი მიზნების მიღწევის მექანიზმის შეჩერება ხდება ენთუზიაზმის კლების ფონზე. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი თვისება და უნარი. ენთუზიაზმს ვავითარებთ ფაქტიურად ყოველდღიურად, მაქსიმალურად ვაკვირდებით. დღეს რამდენად ვართ აი ამ ენთუზიაზმის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკაში. ენთუზიაზმის გამომწვევი სტიმულები. ნახეთ, რამდენი საინტერესო პუნქტი გვაქვს დღეს აქ ჩამოწერილი და დავაკვირდეთ მოკლედ. პირველი მაქვს ჩამოწერილი საყვარელის სამუშაოს შესრულება. ეს არის ერთ-ერთი ძალიან მაგარი ამბავი. თუ შენ გიყვარს ის, რასაც აკეთებ, შენ ყოველდღე გიხარია სამსახურშიც წასვლა, საქმის კეთება, დატვირთვა. მე მაგალითად იმის გამო რომ ვაკეთებ ჩემს საქმეს, მე შემიძლია ვაკეთო ის ღამის 12 საათზე და ღამის 2 საათზე და 4 საათამდეც მიკეთებია ჩემი საქმე. მაგრამ თუ მე მეზარება და არ მინდა ამის კეთება და არ მომწონს, მე შეიძლება დილის 10-დან 6 საათამდე სულაც არ მქონდეს სურვილი რომ რამე ვაკეთო. ხო არის ესეთი შემთხვევა, ხო? სამსახურში როგორი სიტუაცია გვაქვს ხოლმე, ისეთი დაქირავებული მუშახელის ამბავი არის რა, იმდენს აკეთებს რომ სამსახურიდან არ გაუშვან და ხელმძღვანელიც ხშირად იმდენს უხდის რომ არ გაექცეს თანამშრომელი და ეს არის ორი ისეთი სამწუხარო დამოკიდებულება რომ რეალურად პრობლემას მერე საერთო შედეგი გვაძლევს, იმიტომ რომ რეალურად მიზნისკენ სწრაფვა ამ დროს არ ხდება არც ერთი მხრიდან და მათ ძალიან ბევრი დარღვევა. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარია, როდესაც პოულობ თქვენ საყვარელ საქმეს, ეს ერთ-ერთი პუნქტი არის. შემდეგ გვაქვს ენთუზიაზმით სავსე ადამიანების გარემოში მუშაობა. ძალიან მაგარი ამბავია, შენ თუ ნაკლებობა გაქვს ენთუზიაზმის და პოულობ გუნდს, სადაც ეს ენერგეტიკა ტრიალებს და თუხ-თუხი მიდის და ძალიან ხშირად ხდება ესეთი რაღაცა, სულაც შეიძლება არ ახარ განსაკუთრებული ენთუზიაზმით დაჯილდოებული ადამიანი, მაგრამ ისე თუხ-თუხში ხდები, ამ ენთუზიაზმის ენერგია იმდენად ძლიერია, რომ გადამდები არის და გინდა არ გინდა მე იმ სისტემაში ხდები. აი მარიკ წერს რომ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ვერ ვიგებ დაღლას. აი ზუსტად ეს მომენტია რა. ან შენ გიყვარს ძალიან შენი საქმე და ვერ გრძნობ დაღლას, ან სხვა ადამიანებისგან გადამდები ენერგიით ხარ მოკლედ დატვირთული და იმათთან ერთად გიყვარს რაღაცა პროცესებში ჩართვა. მესამე მიწერია ფინანსური წარმატება, ხო? რაღაცა წარმატებას რო ვაღწევთ განსაკუთრებულად ფინანსურს, ეს ფინანსური ენერგია რაღაცნაირად ისე გაძლიერებს, რომ შენ რაღაცა მეტის გაკეთების სურვილი გიჩნდება. პირველი მე ხა ვაკვირდები გუნდში რა და ის ადამიანები, ვინცაც რაღაცა პირველი ფინანსური წარმატებები აქვთ და შედეგები აქვთ, უფრო მოტივირებულები, უფრო ენთუზიაზმით აღრთოვანებულები აკეთებენ მერე საქმეს, იმიტომ რომ იციან, რომ რაღაცა რო გააკეთა, მიიღო შედეგი, ესე იგი მეც თუ გააკეთებს, მეც შედეგს მიიღებს და ავტომატურად მუშაობს პროცესი ძალიან საინტერესოდ. მეოთხე პუნქტი მაქვს წარმატების 15 კანონის ფლობა და მათი ყოველდღიური გამოყენება. ზუსტად ჩვენ ამ პროცესში ვართ, მე მოგეცით თავიდანვე ეს 15-ვე კანონი, ეს ზედაპირულად მოცემულია და ეხლა აი ამ გაკვეთილებში და ამ ჩვენ შეხვედრებში მე ვცდილობ ცოტა უფრო სიღრმისეულად ჩავიდე. თითოეული კანონზე ჩვენ შეგვიძლია
მინიმუმ 3 საათიანი ტრენინგის ჩატარება, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ ეს არის მოთელვითი ტრენინგები და ჯერ ზედაპირულად გადავდივართ ამ თემებს და მე როგორც შეგპირდით, უფრო სერიოზული და უფრო ღრმა ტრენინგები გვექნება და მე გეგმავ, რომ ოფლაინზეც გავიდეთ ამ ტრენინგებით. კიდევ და კიდევ უფრო სიღრმისეული იქნება, უფრო ღრმა სამუშაოები იქნება ჩატარებული ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო საინტერესო იქნება, მაგრამ უკვე რო გაქვს ეს 15 კანონი, იცი დაწერილი გაქვს, უფრო შეგიძლია შენ თავს აკვირდებოდე 15 მიმართულებით, შენ თავს რამდენად ავითარებ და რამდენად ხარ სწორ გზაზე, იმიტომ რომ ხო იცი რომ ეს 15 გაქვს ასამუშავებელი შენთვის. ესე იგი, თუ ეს 15 აამუშავე, შესაბამისად, შენ სწორად ავითარებ პროცესებს შენს გარშემო. მეხუთე მიწერია კარგი ჯანმრთელობა. რა მეთანხმებით ახლა რომ ფიზიკურად თუ მე ცუდად გრძნობ თავს, მე არ შემიძლია ვიყო სხვებისთვის რაღაცა პოზიტიური ენერგიის მომტანი, იმიტომ რომ მე თვითონ ცუდად ვარ, ენერგია მაქვს დაბალი და ეს ჩემი ენთუზიაზმი მე ნელ-ნელა ქრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ფაქტიურად ჯანმრთელობის მოვლა უნდა ვისწავლოთ აუცილებლად ჩვენი თავის. აი მან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენ საქართველოში სამწუხაროდ ეს ძალიან სამწუხაროდ ძალიან დაბალ დონეზე გვაქვს დაყვანილი სანამ ძალით არ მიგვიტანენ, მიგვიყვანენ ექიმთან არ მივდივართ, კვლევებს არ ვატარებთ წელიწადში ერთხელ გვაქვს ხოლმე სამსახურებიდან დაზღვევა მოკლედ, მაგრამ ადამიანებს თავისთავი ავიწყდებათ ხშირ შემთხვევაში რა. მაინც ემოციურ დონეზე ადის ყველა ჯანმრთელობის პრობლემა, იმიტომ რომ ემოციურადაც თუ მდგრადები ვართ, ემოციურად თუ რაღაც პროცესებს მართავთ, ჩვენ ჯანმრთელობაც უფრო აქტიურად მოკლედ მოყვება დიდი ხანი, ასე ვთქვათ, მდგრადად, მაგრამ ამასაც კონტროლი სჭირდება. ჯანმრთელობის საკითხებზე მე შეგვიძლია კიდევ უფრო ჩაუღმავდეთ რაღაც საკითხებს. მე მაგალითად ვიტყვი, რომ მე ხა 43 ვხდები და 20 წლის ასაკში დამისვეს პირველად ყველაზე რთული დიაგნოზი, რაც გახლავთ ჰიპოფიზის ადენომა, რომელიც ძალიან სწრაფად მზარდი იყო და წლები შევალია მე ამ ჯანმრთელობის პრობლემის მოკლედ მოგვარებას. და მივხვდი ერთ მშვენიერ დღეს, რომ კი არ მინდოდა მომეგვარებინა, საბოლოო ჯამში უნდა მესწავლა ამ პრობლემასთან ერთად ისე ცხოვრება, რომ მე ცხოვრების ხარისხი არ გამეფუჭებინა. აი ეს რო გავიაზრეს, საერთოდ შეიცვალა ჩემი, ასე ვთქვათ, ხედვა ამ მიმართულებით და საერთოდ შევცვალე ჩემი დამოკიდებულება, ჩემი თავის მიმართ, ჩემი ჯანმრთელობის მიმართ. მაგალითად, ექიმებმა დამაჯერეს ის, რომ შვილი არასოდეს მეყოლებოდა, დავკომპლექსდი და საერთოდ იმაზე ფიქრიც არ მქონდა, როდის მე ოჯახში შევქმნიდი იმის გამო, რომ შვილი არ მეყოლებოდა და მე ვიღაცას ვარ გავაუბედურებდი ამის გამო და იმდენი კომპლექსი გამიჩინეს ექიმებმა ტვინში, ოღონდ ამას სერიოზულად ვიძახი, რომ 32-ის ვიყავი, რომ შევქმენი ოჯახი და იმიტომ შევქმენი ოჯახი, რომ ჩემმა მეუღლემ დამაჯერა, რომ შვილი არ უნდოდა. აი წარმოიდგინეთ რამხელა დარტყმას გიკეთებს ჯანმრთელობის პრობლემა და ნუ ღმერთის წყალობით, უფლის წყალობით, ჩვენი ბევრი ლოცვით და სწორად რაღაცა ემოციურად დამოკიდებულებით დღეს ყავს 8 წლის შვილი. მართლა უფლის საჩუქარია, სულ მაგას ვიძახი, იმიტომ რომ ექიმმა სამჯერ გამაგზავნა ეხოსკოპიაზე, იმდენად არ ეჯერა ჩემ ექიმს, რომ მე ორსულად ვიყავი. არც იმას ეჯერა, არც მე მეჯერა, მოკლედ ძალიან კურიოზები გადავიტანე იმ პერიოდში, მაგრამ მაგას ვიძახი, რომ თუ ჯანმრთელობის კომპლექსი პრობლემა გაგვიჩნდა, ძალიან ხშირად შეიძლება მთელი შენი ცხოვრება დაგინგრიოს, გზები აგირიოს, ტვინი აგირიოს, ემოციურად საერთოდ დაგანგრიოს და რა დროსაც იწყებ შენ ემოციურად სწორად მიმართვას შენი თავის ჯანმრთელობასთან მიმართებაში, საერთოდ ყველაფერი იცვლება რა. მე პირადად ჯანმრთელობასთან მიმართებაში საერთოდ შემეცვალა რაღაც საკითხებზე დამოკიდებულება და მე ვთვლი, რომ ქიმიური ნაწილი, ასე ვთქვათ, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ძალიან, ასე ვთქვათ,
დამახინჯებული არის და ადამიანებს ისეთ სისტემაში ითრევენ ხშირად, რომ პირიქით უფრო მეტად უქმნიან დიდ პრობლემებს. იმის გამო, რომ თავის დროზე რაღაცებზე უარი ვთქვი, არ გავყევი ამ ქიმიურ ნაწილს, მე ვთვლი, რომ დღეს ზუსტად მაგითო ვარ ცოცხალი, იმიტომ რომ მაგალითად ჩემს თვალწინ რამოდენიმე ჩემი უახლოესი ადამიანი მეგობარი ქიმიოთერაპიების მერე დავკარგეთ. ანუ დამოკიდებულება საერთოდ შეცვლილი მაქვს ამ ნაწილში და მაგალითად ალბათ როდისმე კიდევ ერთ კურსს და ერთ სპეციალურ პროგრამას დავიწყებ, რომელიც ონკოპაციენტებისთვის იქნება, იმისათვის რომ მათ ემოციური მხარდაჭერა გაუწიო და საერთოდ მინდა რომ ვთქვა, რომ ძალიან ხმაურღალ განაცხადს ვაკეთებ ახლა, მაგრამ ვთვლი, რომ საერთოდ ქიმიოთერაპიები უნდა ამოიღონ ჩვენიდან და ჯანდაცვის სისტემიდან, იმიტომ რომ სინამდვილეში უფრო მეტად კლავს ვიდრე აჯანსაღებს რა და ძალიან ბევრი სხვა მეთოდი არსებობს ამ პრობლემის საწინააღმდეგ და მოკლედ ჩემთვის ჯანმრთელობა ძალიან ისეთი საკითხია, ძალიან სათუთი და ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა რომ სწორად აღიქვათ ეს ყველაფერი. აი მარიამ, შენ გენაცვალე, ჩემო ლამაზო. ძალიან ბევრი შემთხვევაა ესეთი, თქვენ არ იცით რა ხდება ამ სისტემაში, საერთოდ საშინელება ხდება, იმიტომ რომ ქიმიოთერაპიის მერე იმხელა ზიანი ადგება ორგანიზმს, რომ არც კი შეიძლება მერე რაღაცეები რომ ხდებოდეს ჩვენს ორგანიზმში და ნუ რა ვიცი რა, ეს ძალიან ღრმა თემაა და ამაზე მე მაქვს გეგმა, რომ საერთოდ ცალკე პროგრამა შევქმნა აბსოლუტურად უფასოდ, აბსოლუტურად უანგაროდ, რომ გავუზიაროთ ძალიან ბევრ ადამიანს, სხვათა შორის ჩვენი ეს დამოკიდებულება და მე მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანებს დაუნიშნეს ქიმიოთერაპია და ძალიან რომ მიყვარდა ეს ადამიანები და მიყვარს, ბევრი ვესაუბრე იმის შესახებ, რომ უბრალოდ უარი ეთქვათ ამ მეთოდზე და დღეს ისინი ბევრად კარგად არიან, იმიტომ რომ უარი თქვეს ამ მეთოდზე რა, მოკლედ არის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი დღეს ჩვენს ქვეყანაში. კი ბატონო, არასწორად მიდის ამ ყველაფრის ჩანერგვა ჩვენთან და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. გეთანხმებით. კი ბატონო, ძალიან ბევრი ესეთი პრობლემით ადამიანი არის დღეს ჩემს გვერდით და ჩვენს გვერდით სულ ყველასთან. შემდეგი პუნქტი, მოკლედ ჯანმრთელობას მოუვაროთ ოღონდ სწორად. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება დიდ შეცდომებში შეგვიყვანონ. მე-6 ეს არის სხვებისთვის სარგებლობის მოტანის გრძნობა. ნუ ალბათ დამეთანხმებით, რომ რო გრძნობ, რომ ვიღაცას ახარებ, ვიღაცისთვის სასარგებლო ხარ, ვიღაცისთვის მნიშვნელოვანი ხარ, ალბათ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი უძლიერესი გრძნობა. განსაკუთრებით ალბათ პირველ რიგში გვიდგანან დედები, რომლებმაც იციან, რომ თავისი შვილებისთვის საჭირონი არიან და მნიშვნელოვანი არიან და მათ ეს ძალიან, ასე ვთქვათ, დიდ ენთუზიაზმს აძლევს და სასწაულებს ჩაიდენენ ხოლმე, ძირითადად ჩვენს ქვეყანაში სუიძახი, რომ სულ გმირი დედები ყავს განსაკუთრებულები და ასევე ზოგადად მეგობრები ვართ ასეთები, მეუღლეები ვართ ასეთები, გუნდის წევრები ვართ სხვადასხვა კომპანიებში ასეთები, რომ შეიძლება ჩემი პირადი საქმე არ იყოს რაღაც მაგალითად, მაგრამ საერთო განვითარებისთვის ვაკეთებდე უფრო მეტს ვიდრე მავალებენ და ამით ვგრძნობდე, რომ უფრო მეტად სასარგებლო ვარ კიდევ კოლექტივისთვის და გუნდისთვის და ბევრი ნიუანსია ამასთან მიმართებაში. და მე-7 საინტერესო პუნქტი ჩაგიწერეთ კიდევ, როცა კარგად გამოიყურები. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი შენი ენთუზიაზმის, რომ აი რაღაც კარგ ენერგიაზე ხარ, კარგად გამოიყურები, მოკლედ ტანსაცმელი გაცვია რაღაც ისეთი, რომელიც მოგწონს, არა ძვირადღირებული, მთავარია რომ შენ მოგწონს და იირგებ რა. ვარცხნილობა გაქვს დღეს განსაკუთრებული, მაკიაჟი გაიკეთე რაღაც ისეთი, რომ მოგწონს შენი თავი და სარკეში რო იყურები, კარგ ხასიათზე დგები. ეს ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საშუალება არის, რომ შენი თავი
ასე ვთქვათ, მოქოქო რა. ხო გქონიათ ეგეთ შემთხვევა, რაღაც თითქოს ცუდ ხასიათზე ხართ, არაფრის ხალისი არ ახართ, მაგრამ უცებ რომ გაიპრანჭები და გამოხვალ, გაპრანჭული, სარკეში ჩაიხედები და ხასიათზე მოდიხარ და ენერგიის ეგრევე აწევა ხდება. ზოგადად სხვათა შორის არსებობს ძალიან საინტერესო პუნქტი ფსიქოლოგიაში, ამას ეძახიან ტანსაცმლის ფსიქოლოგიას. აი ზუსტად ეს ის მომენტია, რასაც მე ვსაუბრობ. როგორც გამოვიყურებით ძალიან ხშირად ისეთი ენერგია მოგვაქვს ადამიანებთან. აქ საუბარი არ არის რაღაცა ბრენდებით ჩაცმებზე, აქ საუბარი იმაზე, როცა შენი თავი მოგწონს, როგორ გამოიყურები დღეს. ამას, როდესაც ვაკეთებთ და განსაკუთრებით გააჩნია რა საქმით ვართ დაკავებულები და როდესაც ვცდილობთ რომ კლიენტთან ვიყოთ შეხვედრაზე გამოპრანჭული და ის პირველი შეხვედრა სამწუხარო თუ საბედნიერო არის პირველი შეხვედრა პირველი 30 წამი არის გადამწყვეტი ხოლმე ურთიერთობის დაწყების დროს ალბათ დამეთანხმებით. აი იმ პირველ 30 წამში ერთმანეთი რომ მოეწონებათ ადამიანებს, წყვილებშიც ეგრეა, მეგობრებიც ეგრე იწყებენ ხშირად ურთიერთობას და კლიენტიც ეგრე აღვიქვავს რა, როდესაც პირველად უცებ მოეწონები ვიზუალით და უკვე ლაპარაკს იწყებ, მანდ მთავრდება. ამიტომ მაინც მნიშვნელოვანია როგორ გამოვიყურებით დღის განმავლობაში, განსაკუთრებით გარკვეულ საქმიანობებს ეს ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, ადგება. გავყიდვამდე ვყიდით საკუთარ თავს. კი ბატონო მარიამ, ჩვენ პირველ რიგში ვყიდით საკუთარ თავს, ანუ სწორად რო გავიგოთ და სწორად რო მიუდგეთ ამ მიმართულებით, ჩვენ უნდა გვიყიდოს ადამიანმა, რომ მერე ჩვენგან იყიდოს ის, რასაც ჩვენ ვყიდით დამეთანხმებით, ხო? თუ ჩვენ არ გვიყიდა, შეიძლება ერთი და იგივე პროდუქტს ყიდიდეს 5 ადამიანი, მაგრამ 5-დან მხოლოდ და მხოლოდ მიყიდოს ის კონკრეტული პროდუქტი ერთ-ერთმა ერთი და იგივე ადამიანს. იმიტომ რომ ის ერთი იყიდა. აქ საუბარი არ არის მარტო ტანსაცმელზე, რა თქმა უნდა, იქ საუბრის მანერა, მიდგომა, ყურადღება არის სწორი, ინფორმაციის სწორად მიწოდება. მე მაგალითად მქონდა ესეთი შემთხვევა, მე ვაკეთებდი მარკეტინგულ კვლევას ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიის მარკეტინგის განვითარების მენეჯერი ვიყავი, მოკლედ, ჰედი ვიყავი საქართველოს ბაზრის და დამოვალეს მარკეტინგული კვლევა უნდა გამეკეთებინა და სხვა დეველოპერული კომპანიები უნდა შემესწავლა რა, რას ვაკეთებდი ახლა ამ შესწავლის დროს. ყველა კომპანიაში დავრეკე, მოვითხოვე სხვადასხვა შეთავაზებები, აბსოლუტურად ყველა კომპანიაში მივედი როგორც კლიენტი, გამოვართვის შეთავაზებები, დავიწყე კითხვების დასმა, კონტრაქტამდე მივედი აბსოლუტურად წარმოიდგინეთ ყველა კომპანიაში რა. რა თქმა უნდა და ერთ-ერთმა კომპანიამ, უბრალოდ ხარ მინდა რეკლამა გავუკეთო, რომელიმე კომპანიას გამოვყო ზედმეტად. ერთ-ერთმა კომპანიამ რო დამარეგისტრირა თავისი კლიენტების ბაზაში, მოკლედ 5-მა გოგომ დამირეკა ერთი და იგივე კომპანია. სხვათა შორის სხვა კომპანიებიდან ერთხელ რო დამირეკეს დამანებეს თავი, რაც ძალიან დიდი შეცდომა იყო. დააკვირდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს ლიდი ერთხელ უღარს რო გეტყვით და რო დაანებებ თავს. პერიოდულად რო რეკავ ერთი და იგივე ლიდთან ძალიან საინტერესო რაღაცა შეიძლება მოხდეს. მოკლედ, ერთი კომპანიიდან მე კონტაქტებოდა ერთი გოგონა და ნუ რაღაც ისე სხვათა შორის მელაპარაკა დავიმშვიდობთ ერთმანეთს, დავამთავრეთ. ერთ-ერთმა ისე დამირეკა მოკლედ და ისე ასე ვთქვათ ემოციური ისეთი კომუნიკაცია გქონდა და იმდენად მომეწონა მისი კომუნიკაცია, ბოლომდე მივყევი და აი ამას ქვია ჩვენ ქართველებმა რო ვიცით, ბინა შემომეყიდა. ესეთი კურიოზი, ხო, იშვიათად ხდება, ხო, ანუ წამნი კვლევას ვაკეთებდი მარკეტინგს, არაფრის ყიდვას აბსოლუტურად არ ვაპირებდი, არ დამოვიწყდება ეგ ამბავი რა. ხო და მოკლედ ბინა შემომეყიდა, საინტერესო ამბავი არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება 20-20-ში, როცა თავზე გვენგრევა ყველაფერი, მაინც გავაკეთე მოკლედ ეს სესხი მთელი ამბები და მეორე კურიოზი იყო ის, რომ სუბსიდირებით მქონდა გაკეთებული სესხი და მეორე ჩაკეტვა რო გაგვიკეთეს 20-21-ში რა, დეკემბერში, ვიფიქრე, რომ მეთქი ახლა რაღაც პრობლემები იქნება და შევწყვიტე ხელშეკრულება რა. ძალიან მე ვთვლი, რომ ეს კონტრაქტი იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო კონტრაქტი, რაც კი გამიფორმები. მოკლედ, სულ 5,000 დოლარი მქონდა გადახდილი და კომპანიამ რო დამიბრუნა თანხა, დამიბრუნა 10,000 ლარი.
ისე დროს დამიბრუნდა, რომ გაორმაგებული იყო დოლარის კურსი მაგ პერიოდში და სუბსიდირების თანხაც დამიბრუნეს რა და ესეთი მომგებიანი კონტრაქტი, ანუ 100%-იანი მოგებით არასდროს არ მქონია რა, მაგრამ რას ვიძახი უყურეთ, გამართლება იყო რა თქმა უნდა ერთი, თუნდაც ის 100%-იანი მოგება, მაგრამ მეორე ეს გოგონა რო არ მომდგომოდა ესე და ამდენჯერ ჩემთან ეს კომუნიკაცია არ ქონდა, მე ხო იმას არასდროს არ ვიყიდით, იმიტომ რომ არც ვფიქრობდი, არც მიზნად ქონდა იმ მომენტში და ანუ აბსოლუტურად სხვანაირი შესყიდვა მოხდა ამ დროს. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გვთავაზობენ, რას გვთავაზობენ, იმიტომ რომ რეალურად ეხლა პატარა გაყიდვების ტრენინგზე გადავედი ფაქტიურად, მაგრამ მინდოდა რომ ეს кейსი თქვენც გწოდნოდათ. გადავედით შემდეგ პუნქტზე და გადავდივართ უკვე თვით კონტროლის ნაწილზე და თვით კონტროლთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ თვით კონტროლი ეს არ არის რაღაცა უბრალოდ ჩემ თავს ვაკონტროლებ, არა, აქ არის ძალიან ბევრი მიმართულება, რას ვაკონტროლებთ. ემოციურ ნაწილს ვაკონტროლებთ, ჩვენს აზრებსაც კი ვაკონტროლებთ, ენერგიას, დროს ვაკონტროლებთ, როგორ გამოვხატავთ ემოციას, ამას ვაკონტროლებთ აუცილებლად და აქ ძალიან ბევრი მომენტი არის, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოკლედ. ალბათ გაგიგიათ, რომ არსებობს IQ, ანუ ინტელექტის ხარისხი და არსებობს EQ, ანუ ემოციური ინტელექტი. რეალურად ემოციების სწორი მართვა ხდება ემოციური ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში. რეალურად ემოციურები ვართ თითქმის ყველა განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ისეთი ტემპერამენტი გვაქვს ქართული, რომ აი ძალიან ემოციურად შეგვიძლია რაღაცების გადმოცემა, მაგრამ ემოციური ინტელექტი, როდესაც გაქვს და ეს ემოციური ნაწილი მაღალი არის, პლუს ამას სწორად მართავ, როდესაც მართლა განვითარებული გაქვს ემოციური ინტელექტი და ზუსტად იცი შენი ემოცია, როდის აწიო, როდის მიიტანო, როდის ასე ვთქვათ, შეამცირო, როდის დაწიო და როდის არ გამოუშვა საერთოდ რა. ამას აქვს ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგი ცალკე, რომელიც ემოციური ინტელექტის განვითარებასაც კი ასწავლის და აი ამ მექანიზმებს ძალიან სერიოზულად, ასე ვთქვათ, აჩვენებს ადამიანებს, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, წარმატების მიღწევა ემოციური ინტელექტის გარეშე ფაქტიურად შეუძლებელია. მე ხა ისეთ რაღაცას გეუბნებით, რომელმაც შეიძლება ძალიან ბევრი თქვენგანი დააფიქროს, რომ ეს რანაირად, რატომ. წარმატების ხა ასე ვთქვათ, პროცენტულობა 80%-ით დამოკიდებული არის EQ-ზე, ანუ ემოციურ ინტელექტზე და მხოლოდ 20%-ით არის დამოკიდებული IQ-ზე, ანუ ჩვეულებრივ ინტელექტზე. შეიძლება ვიყოთ ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული, ძალიან ბევრი რამე ვიცოდეთ, მაგრამ ამ ყველაფრის სწორი გამოხატვა, სწორად მიტანა ემოციურად, აი ამ ყველაფრის სწორად შეფუთვა და ასე ვთქვათ, წარდგენა ადამიანებთან, აი ეს ვერ შევძლოთ და რამდენი ადამიანი გინახავთ თქვენ გარშემო ისეთი, რომელსაც რეალურად შეუძლია უფრო მეტი, იცის უფრო მეტი, ვიდრე ვიღაცა სხვამ, მაგრამ ის სხვა არის განსხვავებული მისგან ერთი მნიშვნელოვანი რამით. იმის ემოციური ინტელექტი იმდენად მაღალია, შეიძლება IQ იმას ბევრად დაბალი აქვს, მაგრამ ეს ემოციურად იმდენად მიდის და იმდენად თავდაჯერებულია, იმდენად ასე ვთქვათ, აქტიური არის, რომ რეალურად მისი ასე ვთქვათ, ინტელექტის ის დაბალი დონე უკვე აღარ ჩანს და აი ეს EQ უკვე გამოდის წინ ხოლმე და ხშირად ლიდერშიპში EQ უფრო ძლიერად გამოხატული აქვს ადამიანებს ხოლმე და ამითი აღწევენ წარმატებას. ძალიან მნიშვნელოვანი ემოცია, ემოციური ინტელექტი არის ყველაზე დიდი ძალა, რაც ქმნის წარმატების ისტორიას, ანუ EQ, ყველაზე მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები, ეს ის ადამიანები არიან, ვინც ზუსტად იცის საით მიმართოს თავისი ემოცია თავისი და სხვების სასარგებლოდ. ნახეთ რა მნიშვნელოვანი საკითხია ესეც. გარდა იმისა, რომ მან იცის თავის სასარგებლოდ ამ ემოციის მართვა, იცის რომ სხვებსაც უნდა მოახმაროს ეს. აი ეს არის ყველაზე მაღალი განვითარების ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანების კიდევ ერთი თვისება და ამას ძალიან სწორად და სასარგებლოდ აკეთებენ ხოლმე. შემდეგი პუნქტი გვაქვს აზრების და ფიქრების
კონტროლი და ამაზე დღეს მინდა გამომახვილო ძალიან დიდი ყურადღება, იმიტომ რომ დამეთანხმებით ახლა ძალიან ისეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში გვიწევს ახლა ჩვენ ასე ვთქვათ განვითარება, ჩვენი ბიზნესების, ჩვენი პროფესიონალური განვითარება, ხედავთ რომ მთელ მსოფლიოში 1000 რაღაცა ხდება, მშვიდობა გახდა ყველაზე ფაქტიურად მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის და ყველა ალბათ დამეთანხმებით, რომ ამაზე ვართ ორიენტირებული და ამ დროს ძალიან რთული არის შენ გააკონტროლო ამ ხელა ესეთი ინფორმაცია, რომ მოდის ასეთი ამდენი ნეგატიური ინფორმაცია, რომ მოდის, ძალიან რთულია ვაკონტროლოთ ჩვენი აზრები და ფიქრები და სულ გეფიქრება, აბა ეხა ეს რომ მოხდა, იქ რო ხდება ეს, იქ ის რაღაც არ მოხდეს, იქ რაღაც აქ საუბარი იყო, იქ ბირთვულ გაჟონვებზე, იქ რა ვიცი, 1000 რაღაცაზე არის საუბარი და ამ დროს შენ უნდა აკონტროლო შენი ფიქრები და ორიენტირებული იყო პოზიტივზე. ძალიან რთულია, ალბათ დამეთანხმებით, ყველაზე რთული პროცესი არის ეს, მაგრამ არსებობს მაგრამ იმისათვის, რომ გარშემო მიმდინარე მოვლენებმა არ ჩაგვithრიოს, ძალიან მნიშვნელოვანი არის ფიქრების და აზრების კონტროლი, იმიტომ რომ ტვინს აქვს ესეთი თვისება. ტვინი გვეთამაშება და ძალიან ხშირად მე დეიდან ყავს ფსიქოლოგი ნიუ-იორკში და ამას წინათ საუბრობდით, რომ თქვენ ვერ წარმოიდგენთო, როგორ თამაშობს თქვენთან ტვინიო და თუ ამ თამაშში აყრევიო, შეიძლება ძალიან ფატალურ შედეგამდეც კი მიხვიდეთო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აზრების კონტროლი, გაფილტრები. ყველაზე ხშირად ადამიანს თუ რაღაცა ცუდისკენ ეფიქრება, ის ცუდი ხდება. მქონია რაღაცა აკვიატება რაღაცა პერიოდში და ის მომხდარა. შეიძლება თქვენც გქონიათ რაღაცა ცუდია გიკვიატებიათ და მერე ის მომხდარა. ეს არ ხდება, იმიტომ რომ უნდა მომხდარიყო. ეს ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ხშირად გვეფიქრება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაზე ვფიქრობთ ხშირად. მოვიდა რაღაცა ცუდი აზრი, რაღაცა ნეგატიური აზრი, ხო? უცებ ესე რა, ხო იცი, ნისლს რო გაფანტა უცებ და თავს გააკნევ და ვაიმე ეს არ უნდა გამეფიქრებინა და იწყებ რაღაცა კარგზე ფიქრს. მე მაგალითად ეხა საინტერესო ტექნიკა უნდა გასწავლოთ, შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ხო ქონიათ შემთხვევა, რომ ვიღაცაზე გაბრაზდი და რაღაცა გაბრაზებულზე რაღაცა ცუდიც გისურვებია რა, ერთი ამას ეს რაღაცა დამართნია. მოკლედ არსებობს ესეთი პრაქტიკა, თვალები უნდა დახუჭო და წარმოიდგინე, რომ ამ ადამიანს ჩუქნი ყვავილებს. აი ხა მოდით ეს პრაქტიკა გავაკეთოთ ერთად. აი ხა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ბოლო რა ვიცი 6 თვის განმავლობაში, 1 წლის განმავლობაში რაღაცა გაწყენინათ, გაბრაზდით და ნუ რაღაცა თითქოს აღარ გინათ იმ ადამიანთან ურთიერთობა, რა წარმოიდგინეთ ესეთი ადამიანი და უბრალოდ ეხა თვალები დავხუჭოთ ყველამ ერთად და ეს პრაქტიკა გავაკეთოთ ზუსტად 30 წამის განმავლობაში. წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი უყვარს ვარდები, ვიღაცას უყვარს გვირილები, გააჩნია ვის რა გიყვარს. წარმოიდგინეთ ეს ლამაზი ყვავილები და წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანს აჩუქეთ და წარმოიდგინეთ მისი სახე ამ ყვავილების ჩუქების შემდეგ. 1, 2, 3. რას გრძნობთ? აი გაიგრძენით. ენა აღარ მაქვს. თუმცა ვარ გაბრაზებული 1-2-ზე ძალიან და თან აი გამარჯვების შეგრძნება მაქვს, რომ მე შენ გაჯობებ. კი გამაბრაზე, მაგრამ ხო, ძალიან მაგარი შეგრძნება, შენ რომ მას ყვავილებს ჩუქნი რა. თქვენ ვერ წარვით ეს რა მაგარი ეს არის. მე მქონდა ეხა შემთხვევა, აიკო შენ გეცოდინება ერთ-ერთ ორგანიზაციაში მოკლედ შეცდომები დაუშვეს რა. ხო და ძალიან გაუბრაზდი რა და მე ერთ-ერთ შეხვედრაზე მივედი, სადაც ერთ-ერთი ადამიანი იყო, რომელიც გამოც ძალიან გაბრაზებული ვიყავი რა. და ამ ადამიანს გონია რომ მე მას არ მივესალმები რა. იმიტომ რომ ეს რაღაც გააკეთა, რომ წესით მე ნორმალური ადამიანი არ მიესალმებოდა რა. მივედი, გავუღიმე
და ვუთხარი, რომ მე მე შენ კი ვიცი ახლა მეთქი რომ ვერ წარმოიდგენ რომ უნდა გადაგკოცნო, მაგრამ უნდა გადაგკოცნო, იმიტომ რომ მე მეთქი გავუშვი, რაც შენ მეთქი მაწყენინე, მაგრამ შენ თუ გახსოვს არა უშავს მე გაპატიებ ხო და გადავკოცნე. ისეთი სიცილი აუუტყდა და ისეთი ხარხარი რომ შოკური ისეთი სახე ქონა რომ ვერ წარმოედგინა და ყველაზე მაგარი იცით რა იყო გარშემო ადამიანები ედგნენ ზუსტად ვიცი რომ სანამ მე მასთან მივედი თქვა რომ ალბათ არ მომესალმება ამ ადამიანების გვერდზე რა ადამიანებს უფრო მეტი ხარხარი აუუტყდათ ჩემს მის მიმართ მოკლედ ქმედებაზე და მე მოვიდა გადამეხვია და სხვაშორის მითხრა რომ ჩვენ ორივეო შეცდომაში შეგვიყვანესო რა და მე გამიხარდა ის საუბარიც იმიტომ რომ მიხვდა რომ სადღაცას იმასთანაც იყო რაღაცა შეცდომა დაშვებული და არასწორად გადადგა მოკლედ რაღაც ნაბიჯები მაგრამ ყველაზე მაგარი არის ის რომ როდესაც შენგან ელოდებიან რაღაც ნეგატიურ საქციელს და შენ რო პოზიტიურად იქცევი ამ დროს მოლოდინს აჭარბებ მოკლედ რა მოლოდინს აჭარბებ მათთვისაც და საკუთარ თავთანაც შენ ძალიან მაგარი რაღაცა არის რა წყენა არ უნდა ჩავიდოთ გულში ყველაზე მეტად რასაზეც ყველაზე მეტად ვმუშაობ ჩემ თავზეც და დიდი ხანი ამაზე ვმუშაობ ერთი თვისება მაქვს აუცილებლად ხმამაღლა ვიძახი რაც არ მომწონს და ეს არ მოწონთ ადამიანებს ხშირ შემთხვევაში როდესაც ხმამაღლა შენ მას პირდაპირ ეუბნები რომ ეს ასე არ არის და იმის მაგივრად რომ ხშირად არგუმენტი წარმოგიდგინონ ამასთან მიმართებაში ეიწყებენ თავდაცვას და ცდილობენ რომ შეურაცხყოფა მოგაყენონ ხდება ხოლმე ესეთები და უკვე გამივლია მაგრამ როდესაც შენ იმ ყველაფრის მერე მაინც ისევ იმ ადამიანად რჩები, რომელიც მანამდეც იყავი და შენ არ შეიცვალე მისი საქციელის გამო და რაღაცა არ გადაეკიდეს ამ დროს სასიცოცხლოდ, ის ადამიანი დროთა განმავლობაში მიხვდება, რომ იქ რაც გააკეთა და ასე თქვა, აუცილებლად მიხვდება, რომ ზედმეტი მოვიდა ან შეეშალა. ანუ შენ შეგიძლია ამ რაღაცეების ცვლილების გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ შენ, ამიტომ რომ აი სამკროლო სასიცოცხლოდ გადაკიდებები შენ არასოდეს არ მოგიტანს არანაირ სარგებელს, ამითი შენ ბედნიერი ვერ იქნები, შენ ერთადერთ შეგიძლია თქვა, რასაც ფიქრობ, რომ სიმართლეა და სწორია, თუ სხვას აქვს მეტი არგუმენტი, კი ბატონო, მოდი აქ ვარ მოგისმენ, მაგრამ არასოდეს არ უნდა ჩავიდოთ გულში ეს რაღაცა რა, ბოროტულად და ბოღმა რო გაწუხებს და რაღაცა რა, ბოღმა იწვევს სხვათა შორის სხვადასხვა დაავადებებს რა. ბოღმის გაშვებით სერიოზული დაავადებები შეიძლება მოვირჩინოთ. ანუ წყენა ყველაზე მეტად ჩვენ გვაზიანებს. არასოდეს არ დააზიანებს იმ ადამიანს, ვიზეც თქვენ ნაწყენი ხართ. მხოლოდ და მხოლოდ თქვენ გაზიანებთ. ანუ წყენის გაშვება რაც კი მეტად ადვილად შეგეძლებათ, მით უფრო მეტად ბედნიერი იქნებით თქვენ. და ის ადამიანები მერე ნენელად თვითონ იცვლიან მერე თქვენს მიმართ რაღაცა დამოკიდებულებს და ბევრი საინტერესო რაღაცა ხდება თქვენს გარშემო. ამიტომ აზრები არის ყველაფერი რა, აზრობრივად უნდა მოიშორო ყოველთვის ეს ნეგატიური რაღაცა ფიქრები. სხვების მიმართ ცუდი, შენი თავის მიმართ ცუდი, ვაიმე ეს არ მოხდეს, ის არ მოხდეს, ნეტა ეს არ დამემართოს. არა, ეს არ დამემართოს, ნიშნავს დამემართოს. სიტყვა არა სამყაროს არ ესმის, იმიტომ რასაც ყველაზე ხშირად ვიფიქრებ, ყველაზე ხშირად მერე ის რაღაცები გვემართება. ვფიქრობთ პოზიტივზე, ხდება პოზიტიური. ვფიქრობთ არ დამემართოს ეს, ზუსტად რაზეც ვფიქრობ, რომ არ დაგემართოს, ის გემართება. ეს არის, ასე ვთქვათ, სამყაროს წესი. ყვავილების ნაცვლად სიტყვა მიყვარხარ უნდა უთხრა, ახლა ყვავილებიც რომ ვაჩუქე, სიმშვიდე ვიგრძენი და გამეღიმა. მიხარია ნინი, ეს პრაქტიკა ისეთი მაგარია, სხვათა შორის მე სტუდენტობის დროს ვისწავლე, ერთ-ერთ ლექტორთან მქონდა კონფლიქტი და ჩემმა მეგობარმა მასწავლა, ძალიან ბანერვიულებდა ხოლმე მოკლედ ეს კაცი და ბოლოს ყვავილები იმდენჯერ ვაჩუქე, რომ შევრიგდით წლის ბოლოს და მივხვდი, რომ ეს ყვავილების ჩუქება მაგრამ მუშაობდა რა და ძალიან მაგარი პრაქტიკა. შემდეგი პუნქტი გვაქვს დროის და ენერგიის მართვა. აი ჩემი 40 წლიანი პრაქტიკა მაჩვენებს, რომ აღარ მინდა საერთოდ დავხარჯო დრო არასწორად. აი ყველაზე მეტად რა დროსაც მე ფაქტიურად ვიზიანდები ვნერვიულობ, ეს არის როდესაც დროს მახარჯინებენ არასწორად. ანუ არასწორი ხარჯვა რას ნიშნავს?
დახარჯე დრო ისეთ რაღაცაზე, რაც არც შენთვის არის სასარგებლო, არც სხვებისთვის. დახარჯე დრო ისეთ დროს, რომ შეგეძლო რამე ბევრად უფრო სასარგებლო გაგეკეთებინა შენთვისაც და სხვებისთვისაც და ეხლა თუ დააკვირდებით 21 საუკუნეში დაფიქსირებულია უკვე აი მეცნიერულად არის დაფიქსირებული, ეხლა ჯერჯერობით ძალიან ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობენ, მაგრამ 24 საათის მაგივრად სინამდვილეში 18 საათი გვაქვს დღე-ღამეში. თუ დავაკვირდებით, დრო არის ძალიან აჩქარებული. დროს მაგალითად არ ვიცი ახლა რამდენად გრძნობთ ამას, მაგრამ თუ 10 საათიდან 6-მდე ადრე ვასწრებდი ძალიან ბევრ რაღაცას, აი ახლა მაგალითად დილის 10 საათიდან 6-მდე ესეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა 3 საათი მაქვს და მეტი არა. იმდენად აჩქარებული არის, რომ ანუ რეალურად შეიძლება ერთი იგივე საქმეს ვაკეთებ თითქოს მგონია რა, არაფერი განსხვავებული, მაგრამ რეალურად თუ დავაკვირდებით, ვეღარ ვასწრებ იგივე საქმის კეთებას. არადა უფრო მეტად გამოწვრთნილი ვარ რაღაც საკითხებში, უფრო სწრაფად ვაკეთებ რაღაცებს, ვიდრე ადრე თუნდაც, უფრო მეტი საქმე უნდა გამომდიოდეს, მაგრამ აღარ გამომდის, იმიტომ რომ დრო აჩქარდა. რადგანაც დრო უფრო მეტად აჩქარებული არის, აი მარიც იგივე სიძახის, ალბათ ძალიან ბევრი თქვენგანიც დამეთანხმება, რომ ზუსტად იგივე სიტუაციაში ვართ ბევრი ჩვენგანი და რეალობა არის ის, რომ ფაქტიურად ვერ ვასწრებთ, ხო? რამდენი თქვენგანი ვერ ასწრებთ, მაგალითად თქვენი მეგობრების ნახვას, ოჯახის წევრების ნახვას, რამდენი თქვენგანი ვერ ასწრებთ? შესაბამისად, რეალობა არის ის, რომ რაც მინდა რომ მოვასწრო, იმასაც ვერ ვასწრებ და ამ დროს ახლა ვიღაცა რო დროს მახარჯინებს არასწორად, აი ჩვეულებრივად გადავდივარ ჭკვიდან და მაგალითად მაგ ხოლმე ესეთი შემთხვევა არ ქონიათ თქვენ ესეთი რაღაცა, რომ რამდენიმე ზარი მაქვს მოკლედ გასაკეთებელი რა და ვაპრიორიტეტებ სიტუაციიდან გამომდინარე, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ვიცი, რომ ახლა ზარების გაკეთებას თავისი დრო აქვს, ენერგია უნდა დავხარჯო, დრო უნდა დავხარჯო და შესაბამისად მირჩევნია ისეთ ზარები გავაკეთო, რაც ახლა ყველაზე სასწრაფო არის და მნიშვნელოვანი, ხო? ნუ არის ხოლმე რაღაც ესეთი განსხვავება სასწრაფო და მნიშვნელოვანი. რაღაცა სასწრაფო შეიძლება უფრო მალე გააკეთო, იმის გამო რომ საქმეს ესე სჭირდება, მაგრამ მნიშვნელოვანიც არ უნდა გადავდოთ და რაღაც აი ამ ყველაფერში საშუალოს ვაკეთებ ხოლმე და მაგის მიხედვით ვაპრიორიტეტებ, მაგრამ რეალურად დღეს დროის არასწორი ხარჯვა დიდი დანაშაული არის რა. ყველაზე ძვირად ღირებული აქტივი, რაც კი ადამიანს დღეს გააჩნია, ეს არის დრო. ამაზე ძვირად ღირებული აქტივი აბსოლუტურად არ არსებობს. არც ოქრო და არც ფული არ არის ისეთი აქტივი, როგორიც არის დრო და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაში ვხარჯავთ დროს. ჩვენი დღის განმავლობაში, რა გავაკეთე დღის განმავლობაში და ხა ამ ბოლო დროს მე მაქვს ჩამოწერილი ჩემი დრო, რაზე უნდა ასე ვთქვათ, გადავანაწილო დღის განმავლობაში. აი ესე მაქვს ჩამოწერილი ჩემი მეუღლე და შვილი, აუცილებლად, აი ვანაწილებ დროს. ჩემი მეუღლე და შვილისთვის რომ ჭირდება უცბად დრო და უნდა გამოვყო დღის განმავლობაში იმდენი, რომ მათ იგრძნო ჩემი მზრუნველობა. ჩემი კომპანია, ჩემი გუნდი, მათ რომ იგრძნო ჩემი მზრუნველობა, დრო და ყურადღება, საქმე, ჩემი კლიენტები და არის აი იქ არის ხოლმე ხო რაღაცა დაპრიორიტეტებული კლიენტები, რომელსაც უნდა მიექციო ყურადღება და ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ და ამის შემდეგ აუცილებლად მიწერია ის, რომ ჩემი თავისუფალი დრო უნდა მქონდეს, სადაც მე დროს გამოვყოფ სიყვარულისთვის, მეგობრებისთვის, გართობისთვის, რომ ვიყო ბალანსში, რომ არ ვიყო ახლა 24/7-ზე რაღაცა რობოტის კატეგორიაში, რომ ასე ვთქვათ, არ ჩავარდე, რაც ძალიან ხშირად შეიძლება დაემართოს 21 საუკუნეში ადამიანს მეთანხმებით. ხო, ახლა მარტო სამსახური და მარტო საქმე შეიძლება ძალიან ცუდად წაგივიდეს საქმე, იმიტომ რომ რაღაცა რობოტის კატეგორიაში გადადიხარ, ბიორობოტი ხდები და შენ ემოციურად იმდენად იფიტები და იცლები მერე, რომ არაფერი აღარ გიხარია და აღარც ის ფინანსური წარმატება არ გახარებს. ანუ ბალანსი უნდა დავიჭიროთ ყველაფერში.
აქაც მე ჩამოგიწერეთ 21 საუკუნეში დრო აჩქარდა და თითქმის აღარაფერი არ ყოფნის, აღარაფერში არ ყოფნის, შესაბამისად, დრო ისეთი ძვირია, როგორც არაფერი არასდროს, ყველაზე ძვირადღირებული ერთეულია, შესაბამისად, ყოველ დღე განსაზღვრეთ, როგორ ხარჯავთ თქვენს ძვირფას დროს და ვისზე ხარჯავთ და რაზე ხარჯავთ. ენერგიას, რომელიც ასევე ძალიან ძვირფასია, ყველაზე მეტად ცდილობთ ჩვენი ენერგიის მიღებას, ვიღაცები სხვათა შორის მართლა ცდილობენ არსებობს სხვათა შორის ათასნაირი ეს ძალიან ცნობილი ფაქტია, რომ ათასნაირი ენერგოვამპირიზმი არსებობს და ხანდახან ზედმეტად გვართმევენ სხვადასხვა ადამიანებიც ენერგიას, სხვადასხვა ჯგუფები და მაქსიმალურად ამის დაბლოკვაც უნდა ვისწავლოთ, რომ ჩვენი ენერგია მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ჩვენთვის და ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის სწორი მობილიზება რო გავაკეთოთ. ეს არის ძალიან ისეთი საკითხი, რაც დამეთანხმებით, რომ ძალიან ყურადსაღები არის. ცოტა რაც უფრო მეტად განვითარებული ხდება ადამიანი აი ზუსტად ემოციური ინტელექტის დონეზე და ცოტა უფრო ღრმად ხედავს სამყაროს, კიდევ და კიდევ უფრო ღრმად ხედავს სხვადასხვა ისეთ საფრთხეს, რომელსაც მაგალითად არ ხედავს ემოციური ინტელექტის, დაბალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს აქვთ ცოტა უფრო ღრმა შეგრძნებები სამყაროს მიმართ და დღეს სამყაროში ძალიან სერიოზული ცვლილებების წინაშე ვდგევართ ჩვენ და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ სინამდვილეში რა ხდება ჩვენს გარშემო. ძალიან დიდი ნაკადი მოდის ისეთი ინფორმაციის, რომელიც არის ხოლმე ზუსტად ის ინფორმაცია, რომელიც ყველაზე ნაკლებად უნდა მივიღოთ და ყველაზე ნაკლებად უნდა დავხარჯოთ ენერგია მასზე, ნერვიულობით და მასზე, ასე ვთქვათ, კონცენტრირებით, იმიტომ რომ რეალურად ამ დროს შეიძლება ძალიან სერიოზულად მოხდეს დესტრუქციული ენერგიის მიღება, რაც ანგრევს მერე ჩვენ შინაგან, ასე ვთქვათ, განვითარებასაც. და აქ მე მოგეცით აი ესეთი საინტერესო დავალება. გაწერე შენი სამუშაო დღის განრიგი. გაწერე შენი ემოციები, რისი კონტროლის გიჭირს და ჩამოწერე სტიმული შენი ენთუზიაზმის. რა გაძლევს ძალას და ენერგიას, რომ ეს ენთუზიაზმი აგიმოქმედოს. მე მაგალითები მოგეცით სხვადასხვა, მაგრამ შეიძლება ყველა ადამიანს თავისი, ასე ვთქვათ, სტიმულები ქონდეს თავისი ენთუზიაზმის გამოვლენის და განვითარების. აუცილებლად გავაკეთოთ ესეთი თვით ანალიზი და ანალიტიკა გავუკეთოთ საკუთარ თავს. სად რას ვაკეთებთ? სამუშაო დღის განრიგის გაწერას ხშირად აკეთებენ ადამიანები, ვინც ძალიან აქტიურად არიან ხოლმე ჩართული პროცესებში, მაგრამ არიან დამწყებები, რომლებიც ახლა იწყებენ თავის რაღაცა კარიერას და ჯერჯერობით არ აქვთ ხოლმე გააზრებული, რომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაწერილი ყოველი წუთი და საათი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დრო გქონდეს გაწერილი, როდის სათხარ, როდის რას აკეთებ. მაშინაც კი თუ ოფისის საქმეთ ხარ დაკავებული, იქაც task management-ი ხდება და გაწერა ყველაფრის, რომ შენ არ გაგექცეს დრო არასწორად და მერე დამატებით შენ task-ზე ბევრჯერ დაბრუნება არ მოგიწიოს. შემდეგ გვაქვს ემოციები, რისი კონტროლიც გიჭირს. ესეც ძალიან ისეთი ცოტა ღრმა სამუშაო გვექნება. დავჯდეთ და ეს შეგიძლიათ რომ არ გააკეთოთ ერთ დღეში, დააკვირდით სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დავალება შეასრულეთ ამ სამიდან და ერთი საღამო აიღეთ და დააკვირდით დღის განმავლობაში დააკვირდით თქვენ სხვადასხვა ემოციას, რომელი ემოცია მოკლედ, ასე ვთქვათ, გაგექცათ ყველაზე მეტად. სიბრაზე, წყენა მაგალითად შეიძლება რაღაცაზე ტირილი მოგინდათ და რის გამო მოგინდათ ტირილი ეს გაწერეთ აუცილებლად რა იწვევს თქვენში აი ამ ემოციას რომ ტირილი გინდებათ და აუცილებლად გაწერეთ აი ეს ყველაფერი რამდენად მერე თქვენზე არასწორად მოქმედებს. სხვათა შორის ერთ საკითხს კიდევ მინდა დავამატო რომ თუ ჩვენ გვინდა რომ ვიტიროთ
აუცილებლად ჯობია რომ ვიტიროთ, რომ გამოვუშვათ ცრემლებით ძალიან სერიოზული სტრესის მოხსნა შეიძლება და ტირილი სირცხვილი არ არის და ემოციურად ჩვენ ამ დროს სუსტები არა ვართ. პირიქით შეგვიძლია რომ დროულად გამოვუშვათ ის ემოცია, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, რომ გამოვუშვათ, რომ არ დარჩეს ჩვენს ორგანიზმში და მერე რაიმე სხვა პრობლემაში არ გადაიზარდოს და რაღაცა სხვა ჯანმრთელობის პრობლემა არ წარმოქმნოს ჩვენს ორგანიზმში. და რაც შეეხება ჩამოვწეროთ სტიმულებს. სტიმულებში შეგვიძლია ჩამოვწეროთ ისეთი პუნქტები, როგორიც არის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სახის мотиваციები ჩვენთვის, რა מחარებს, რა მამოტივირებს, რა მაძლევს ენთუზიაზმს. ჩვენ იქ ჩამოვწერეთ სხვადასხვა მიმართულება, მაგრამ იმ მიმართულების თქვენ თვითონ შეგიძლიათ კიდევ თქვენი პირადი ენთუზიაზმის მასტიმულირებელი პუნქტები დაამატოთ. და ამ ყველაფერს, როდესაც ვაკეთებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თავის კიდევ ერთხელ გაცნობას ვაკეთებთ. ჩვენ თავს კიდევ ერთხელ ვიცნობთ და ვაკვირდებით. მე მაგალითად პირველად, როდესაც დავიწყე ჩემი ემოციების შესახებ, ასე ვთქვათ, დავალების შესრულება, რომ მეგონა რომ რაღაცებს ვაკონტროლებდი, დღის განმავლობაში ჩემი თავი რაღაც ისეთ მომენტებში გამოვიჭირე, რაზეც არ მეგონა რომ გამოვიჭერდი, მოკლედ რა, ანუ მეგონა რომ ამას ვაკონტროლებდი და ბევრად უფრო საინტერესოდ შემეძლო ამისი კონტროლი და თურმე ბევრი რაღაცა გამექცა დღის განმავლობაში და ამაზეც დავიწყე საკმაოდ ბევრი მუშაობა, მოკლედ. სტიმულებთან დაკავშირებით ხანდახან გგონია რომ რაღაცა მას სტიმულირებს, მაგრამ რეალურად თუ დავაკვირდები, მე ჩემ თავს უფრო კარგად შეიძლება, სულაც არ მასტიმულირებდეს ის, რაც თავიდან მეგონა და სულ სხვა რაღაცა გახდეს ჩემი მასტიმულირებელი, ჩემი ენთუზიაზმის. ამასაც ძალიან ღრმად დავაკვირდეთ, გავიაზროთ და გავათვითცნობიეროთ რა არის, მოკლედ ეს ჩემი ძალა. აი ეს არის ჩვენი დავალება და უკავშირებში მაქვს ესეთი თხოვნა, რომ დამიწეროთ, რომ წინა გაკვეთილებზე, წინა შეხვედრებზე რა დავალებებიც გავწერეთ, ვინ გააკეთა და ამ დავალებების გაკეთების შემდეგ რაიმე ცვლილებები თუ დავინახეთ და რაიმე ცვლილებები თუ არის აღმოჩენილი თქვენი მხრიდან თქვენს თავში. მოდით აბა დავიწყოთ პატარა უკავშირების მოცემა. შეგიძლიათ ხმოვანი უკავშირები გამიკეთოთ, არანაირი პრობლემა არ არის, ვისაც შეგიძლიათ მიმოწერით გამიკეთოთ უკავშირი. აბა გელოდებით. გელოდებით გამოუშვით. მარი გაწერილი დღედით შედეგს დევს, აუცილებლად გავწეროთ რა მნიშვნელოვანად, არა მნიშვნელოვანიც მოვასწროთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. კი ბატონო. კი ბატონო და მომავალ ლექციაზე ჩვენ პატარა NLP-ს, პატარა ტრენინგსაც დავამატებთ. სხვათა შორის ძალიან საინტერესო რაღაცა გამახსენეს დღეს და მინდა რომ თქვენთანაც მოვიტანო, გავლილი მაქვს ძალიან საინტერესო მიმართულება ამ მიმართულებით და პატარა საინტერესო სავარჯიშოებს ჩავრთავ მომავალ ლექციაზე ნეიროლინგვისტური, ასე ვთქვათ, პროგრამირების მიმართულებით. შეიძლება მანამდე აქამდეც გსმენიათ ამის შესახებ და დავამატებთ კიდევ ჩვენ სავარჯიშოებში ამ მიმართულებასაც. გისმენთ. მოკლედ გავაკეთე დავალებები. ერთადერთი რასაც ვებრძოდი და დღემდე კიდევ შემორჩენილი მაქვს, ეს არის რაღაც შიშები და ამაზე ვმუშაობ ყოველდღიურად. აი თუნდაც ამდენი წელია გაყიდვებში ვარ და მაქვს შიში ახალ მომხმარებელთან დარეკვის შიში. ანუ აი ეს მინდა რომ დავძლიო ძალიან.
ბევრი რაღაცა იყო, რა თქმა უნდა, ახალი და მოკლედ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, მაგრამ ეს არის ყველაზე დაუძლეველი რამ, რაც დღემდე ვერ დავძლია, 19 წელია მგონია გაყიდვებში ვარ და ყოველთვის ეს მაჩერებს, მაგრამ თუ დავრეკავ, გავბედავ და დავრეკავ, აუცილებლად ვიღებ დადებით შედეგებს, იმიტომ რომ კომუნიკაცია არ მიჭირს. უბრალოდ აი ეს დაბრკოლება არის თუ შიშია, არ ვიცი, მოკლედ ამაზე ყოველდღიურად მუშაობ. დანარჩენი ისეთი არაფერი არ იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ რა თქმა უნდა გასათვალისწინებელი და ყოველთვის მე მასწავლიდნენ და ვიცი ჩემი ძველი ტრენინგებიდანაც რომ ორ კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიახლო, ესე ვთქვათ, მოусმინო რაიმე ტრენინგს, რომ ახლებურად დაიწყო მუშაობა, აი ეს მეხმარება კიდევ ყოველთვის, ესე ვთქვათ, ველოდები ამ ტრენინგებს, რომ შემოვიდე და კიდე ახლებურად დავიწყო რა რაღაცნაირად და მე ვიყენებ, რა თქმა უნდა, ორივე საქმეში, ახლა ჩემ საქმეშიც და თქვენ საქმეშიც. მოკლედ ესე და დანარჩენი ახლა საინტერესო ესე ვთქვათ, ხო, აი რაც შეეხებოდა დღის გეგმებს, ეს ყველაფერი ჩემთან მუშაობს აბსოლუტურად. გაწერა ხდება ყოველი დღის, რა უნდა გავაკეთო, თუ არ გავწერ, ის ყოველთვის მიდევს თავში, რომ უნდა გავაკეთო. ენთუზიაზმი და თვითმოტივატორი ვარ ისეთი, რომ არ ვიცი, მგონი დავიბადე ესეთად და რავი, ძალიან მადლობელი ვარ, კიდე მინდა გითხრა ამ ტრენინგების, რომ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს და ახალბედები ძალიან კარგ ცოდნას იძენენ, ესე ვთქვათ. ამ მიმართულებით. კი ბატონო, მეც გეთანხმები, რომ რა თქმა უნდა ყავს გარკვეული ჯგუფი, რომელიც დიდი ხანია სხვადასხვა ტრენინგებში შეიძლება იყო და არის და ვითარდება პროცესებში და არ ყავს ჯგუფში ადამიანები, რომლებიც ეხლა იწყებენ რაღაც ნაბიჯების გადადგმას და მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ნაბიჯების გადადგმაში რაღაცა პირველი პროცესების ამოქოქვა. ნინი გვიწერს, რომ მადლიერი ვარ, რომ აქ ვარ, შეუძლებელი ამ პროცესს შედეგი არ გქონდეს და ვერ შეამჩნიო. ნინი ძალიან დიდი მადლობა. მე ცოტა YouTube-ის ჯგუფსაც გადავხედავ ეხლა და ძალიან მიხარია, რომ YouTube-ის channel-ზეც ბევრი ადამიანია შემოსული და ბევრი ადამიანი გვაგძლევს ძალიან კარგ უკავშირებს. აქ რუსუდანი გვიწერს, რომ მე ვაკეთებ ძილის წინ აფირმაციებს და დღეში რამდენჯერმე სარკესთან ვმუშაობ. ძალიან მაგარია ის, რომ ჩართულები გვყავს აი ამ პროცესში აგვყვნენ ადამიანები, რაც დავიწყეთ afirmatsiებით მუშაობა. თამთა გვიწერს, რომ კი მე უფრო ზუსტად ვიცი რა მინდა, როგორ მინდა და როგორ მინდაო. აღარ ვხარჯავ ჩემ დროს და ენერგიას არასაჭირო ადამიანებში, უფრო მეტად ვისწავლე ჩემი თავის დაფასება და სამყაროსადმი მადლიერების გამოხატვა. ძალიან მიხარია, იმიტომ რომ ჩვენი ზუსტად ამ შეხვედრების მიზანი ის არის, რომ რაღაცა ახალი უნდა აღმოვაჩინოთ ყოველი ტრენინგის შემდეგ. მარი გვიწერს ბუაჩიზე, მე ძალიან მომეწონა სარკესთან მუშაობა, ანუ არ ვიცი როგორ, მაგრამ უნდა ავხსნა გარკვეული პრობლემის გამო დავიწყე ისტერიული ტირილი მარტივი, მაგრამ იმ მომენტში რთულად მეჩვენა და იმ დონემდე ისტერიკაში ჩავარდი, რომ თითქოს ტირილი ამყოფნიდა, ანუ გულს ვერ ვიოხებდი, არ ვიცი რატო ინსტინქტურად სარკესთან მივედი და სარკეში რო ვიყურებოდი და ვტიროდი, თითქოს ეხო დავიკმაყოფილე და ამ ტირილით და ძალიან მალე დავწყნარდი თავს შემოუძახე და იმ პრობლემის მოგვარება დავიწყე. აი ეს ისეთი მაგარი პროცესია, მარიამ, ეხლა რაც შენ ახსენი და იმდენად ღრმა პროცესია, რომელზეც ეხლა შენ საუბრობ, რომ ძალიან მიხარია, რომ 1%-ით თუ ამაში არის ჩემი წვლილი ჩადებული, რომ შენ რაღაც ახალი ტექნიკა ისწავლე იმისათვის, რომ რაღაცა პრობლემის მოგვარება გაიადვილო, მე ვთვლი, რომ ეს ტრენინგი შეიდგა და ეს კურსი ფაქტიურად შედგა აი ამ პატარ-პატარა შედეგების საფუძველზე. ჩვენ კიდევ დაგვრჩა რამოდენიმე შეხვედრა და მე ძალიან დიდი თხოვნა მექნება შეხვედრების ბოლოს,
როდესაც უკვე ჩვენ დავასრულებთ ჩვენს ტრენინგ კურსს, ძალიან მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა თუნდაც 30 წამიანი პატარა ვიდეო გამიკეთოს. ეს პირველ რიგში ასევე თქვენი თუ რამე კომპლექსები გაქვთ მოგეხმარებათ რომ გადალახოთ და თქვენი პატარა უკავშირები გამიმზადოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს იქნება კურსის ბოლოს ჩემი პატარა დავალება, ვინც შეასრულებს, იქნება საუკეთესო საჩუქარი ჩემთვის. კიდევ თუ იმეს გაქვთ სურვილი? კი, იცით რა მინდა მეთქვა? ანუ დავალების შესრულების დროს, რა თქმა უნდა, გისმენთ ეს ერთი და ძალიან საინტერესო კურსია და მართლა მრავალ მხრივი საფიქრალი აქ ადამიანს, თქვენი კურსის მერე, რაც მოვისმინე ყოველ შემთხვევაში, ამ 4 შეხვედრის მერე, მაგრამ მე თუ შეიძლება ჩემი აზრი რომ გამოვთქვა ეს ლიდერის თვისებები, რომ ჩამოვწერე 10 თვისება, იცით, ანუ მაინც მგონია ის რაც ჩვენ გვაქვს ის თვისებები პლუს რასაც ვისმენთ, რაც გასავითარებელია, ან რასაც გვინდა რომ მივახციოთ, აი ამ პროცესებს ხო მაინც ვთვლი რომ ინდივიდუალური ფორმა აქვს. ამას რაც გულისხმობ, ეს დამოკიდებულია ადამიანის როგორც ემოციური, ინტელექტუალურ მონაცემებზე, მიღწევებზე და ხო, მაგის თქვა მინდა, ხო, კი ძირითად თვისებებს წერთ, მაგრამ მაინც ჩვენი განვითარების დონეზეა დამოკიდებული ადამიანი, რამდენად ლიდერის ამ სხვადასხვა თვისებებს რამდენად ჩამოაყალიბებს და განავითარებს. კი ბატონო, გეთანხმებით. მაინც ინდივიდუალურია. აი, სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ. აბსოლუტურად გეთანხმებით. ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი დავალება ზუსტად დააკვირდით, როგორ ამოცემული თქვენ უნდა ჩამოგეწერათ და მე უნდა გვინახა ვინ დაამთხოვდა ყველაზე მეც. ძალიან კარგია რომ ეს საკითხი წამოჭერი, იმიტომ რომ მე ბოლოსთვის მქონდა ეს სურპრიზი შემორჩენ, ასე ვთქვათ, დამატებით გაკეთებული და მინდა რომ ვთქვა რამოდენიმე ადამიანმა გადაწყვეტა მოკლედ მანდ უკავშირის დაწერა. ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ზოგი ცდილობს, რომ არ იყოს ინიციატორი და ზუსტად აი ეს ლიდერშიპია ისიც, რომ გაბედავ და შენ აზრს დაწერ სადღაცას და ჩელენჯში ჩაერთვები. ამასაც გამბედაობა უნდა. იმიტომ კი არ ვიცი, რომ ვიღაცა არ არის ლიდერი და ან ვიღაცას დაეზარა. შეიძლება ვიღაცას დაავიწყდა, ვიღაცა უბრალოდ არ ჩაერთო, იმიტომ რომ აი, რავი, რა იქნება. ანუ არის სხვადასხვა მიზეზები ხოლმე რა. მაგრამ მე მინდა ვთქვა ერთი რაღაცა, რომ აი ვინც კომენტარები დაწერა თითოეულ ადამიანისთვის, მე პირადად გამოვყოფ შემდეგი კვირის განმავლობაში 40 წუთს, სადაც მე გავაკეთებ ინდივიდუალურ კონსულტაციას. თითოეული ადამიანი, ვინც ახლა მე მისმენს და იქ დამიწერა, ასე ვთქვათ, კომენტარი და თავისი აზრი დააფიქსირა, მე მაქვს სურვილი, რომ ამ ადამიანებისთვის გამოვყოთ ცალკე 40 წუთი და ჩვენ რაღაცა დამატებითი კონსულტაცია გავიაროთ, რა გვინდა რომ დავხვეწოთ, ჩემი დამატებითი, ასე ვთქვათ, რჩევებს მივცემ და ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზე შევძლებთ საუბარს. ამიტომ ამ თითოეულ ადამიანს 40 წუთი ჩემგან საჩუქრად ინდივიდუალური კომუნიკაციისთვის, ინდივიდუალური კოლი ჩაინიშნება თითოეულთან. უბრალოდ თითოეულმა თვითონ უნდა მომწეროს ან WhatsApp-ში, ვისაც ვყევარ, ან Facebook-ზე, ვისაც ვყევარ, მომწერეთ, შევთანხმდებით დროზე, სპეციალურად გამოგიყოფთ დროს, ჩავინიშნავთ და გვექნება ძალიან საინტერესო დამატებითი კოლი. უნდა მე ვთვლი, რომ ორივე მხარე ვისიამოვნებთ ამ პროცესით, იმიტომ რომ ჩემი კიდევ დამატებითი სამუშაო დაიწყება რაღაც ეტაპზე უკვე ინდივიდუალური კონსულტირებებით და ეს იქნება პირველი ნაბიჯები ჩემთვისაც და თქვენთვისაც ჩემთან ერთად. მოკლედ ყველას ჩემგან პირიქით განსაკუთრებული მადლობა, ვინც გაბედა და თავისი აზრი დააფიქსირა და უნდოდა რომ ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მისი აზრით ეს არის ლიდერის თვისებები. ეს უკვე ლიდერის თვისება არის, როდესაც შენ გინდა შენი აზრი ხმამაღლა დააფიქსირო, რასაც ხშირად სხვები გვერდს უვლიან ხოლმე გან, იმიტომ რომ არ არიან ლიდერები. უბრალოდ ცდილობენ ეს ყველაზე
პირველი მაპროვოცირებელი ნაბიჯი მაქსიმალურად ასე ვთქვათ თავშეკავებულად გააკეთონ ხოლმე და ამიტომ ჩემთვის ესეთი ადამიანები კიდევ უფრო განსაკუთრებულად საინტერესონი არიან თუნდაც კონსულტაციის გასავლელად. ასე რომ ყველას კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩართულობისთვის, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ნდობას მიცხადებთ თითოეული თქვენი შემოსვლით აი ამ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოცხადებული ნდობა არის ჩემს მიმართ ამ კურსის მიმართ და კიდევ ერთხელ გააზრებულად გადადგმული ნაბიჯია, რომ რაღაცა ურთიერთ ენერგიის გაცვლა ხდებოდეს. მე არ შემიძლია რამე განსაკუთრებული გასწავლოთ, მე შემიძლია უბრალოდ ჩემი გამოცდილება და ცოტა გაგიზიაროთ და მე რაღაცა საერთო ერთიანი შეჯამება ერთად გავაკეთოთ ხოლმე და ან და შეგახსენოთ კარგად ნაცნობი ძველი რომ შეგახსენოთ და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ გამოფხიზლებები ვაკეთოთ ერთად გარკვეულ საკითხებზე, იმიტომ რომ რა საკითხებზეც ვსაუბრობ თქვენთან, ჩემ თავსაც კიდევ და კიდევ ახლიდან ვახსენებ და კიდევ ერთი ახალი, ასე ვთქვათ, პრიზმიდან ვუყურებ ხოლმე მაგ პროცესებს. და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რა თქმა უნდა, თითოეული თქვენთაგანის ჩართულობა ამ პროცესში. თუ კიდევ გვყავს უკავშირის მსურველები მზად ვარ მოგისმინოთ. მართლა მადლობა ყველას, იმიტომ რომ ჩართულობა არის ძალიან მაღალი, YouTube-საც ხედავ, რომ აქტიურად ხართ ჩართულები. YouTube არხზე აუცილებლად თხოვნა მაქვს, რომ ამ ვიდეოზე ლაიქები გააკეთეთ, კომენტარები ბევრია და ძალიან მეხარია და თქვენი დალაიქებით YouTube-ზე უფრო მეტი ადამიანი ნახავს ამ ვიდეოს. ეს ვიდეო ლაივის სახით დარჩება ჩვენ YouTube არხზე და იმის გამო, რომ ეს ჩანაწერები გვჭირდებოდა ხოლმე, ფაქტიურად ყველა ჩვენი ვიდეო მასალა, რაც ახლა დაიდება ტრენინგების სახით, ლაივის სახით დარჩება ჩენელზე და თითოეულ თქვენთაგანს, როდესაც დაგჭირდებათ კიდევ ერთხელ რაღაცა ინფორმაციას გადახედოთ ან მოისმინოთ ან რამე თუ გამოგჭათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაუბრუნდეთ ხოლმე ამ მასალას. უღრმესი მადლობა ირმა, ძალიან საინტერესო იყო, როგორც ყოველთვის, დღევანდელი დღეც და ნამდვილად ბევრს ვსწავლობ მე შენგან. მადლობა. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია შენი აქ ყოფნა ჩემ გვერდით, ძალიან ვაფასებ ამას და მადლობა პირიქით შენ. შევხვდებით შემდეგ შაბათს. შემდეგ სამშაბათს მე აბსოლუტურად ყველა სამშაბათ ისე მაქვს დალაგებული, რომ ის სამშაბათები 10-დან 11-მდე თქვენია. ეხლა ცოტა გადავაცილეთ 20 წუთით, რისთვისაც ცოტა ბოდიშს გიხდით, მაგრამ უკავშირების მიღება ხოლმე ძალიან მჭირდება, რომ გავიგო რამდენად მოდის ინფორმაცია თქვენთან აქტიურად. თითოეულ თქვენთაგანს კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და შემდეგი სამშაბათისთვის ორი თემა გვექნება და კიდე რაღაც პატარა სურპრიზებს გიმზადებთ საინტერესო ტექნიკებთან მიმართებაში და გაგიზიარებთ და რაღაცა ერთად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით კიდევ ერთხელ. წარმატებები და ყველას ძალიან დიდი მადლობა თქვენი ნდობისთვის და თქვენი დროისთვის, რასაც ჩემთან ერთად ხარჯავთ. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის.